საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით. ჩვენი გაკვეთილის თემაა ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ თუ რას წარმოადგენენ აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერებები და რა ტიპის ცვლილებების გამოწვევა შეუძლიათ მათ ადამიანის ორგანიზმისათვის. ამის შესახებ, რა თქმა უნდა, ბევრი თქმულა და ბევრი ითქმება, მაგრამ დღეს ჩვენ განვიხილავთ თუ რა მექანიზმზეა დამყარებული მათი მოქმედება, ამ ნივთიერებების მოქმედება. ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ ნარკოტიკული ნივთიერებები, რა თქმა უნდა, წარმოადგენენ ნივთიერებებს, რომლებიც იწვევენ მიჩვევის პროცესს. რას წარმოადგენს მიჩვევა? მიჩვევა არის ის, რომ ორგანიზმი ხდება ტოლერანტული, ანუ შეგუებული ამა თუ იმ ნივთიერების მიმართ. შეგუება კი გულისხმობს იმას, რომ რაც უფრო ის ეფექტი, რასაც ესა თუ ის ნივთიერება იწვევს, რაც უფრო დიდ ხანს მოიხმარს ორგანიზმს, მას ესაჭიროება უფრო დიდი რაოდენობის ეს ნივთიერება, რათა მიიღოს იგივე შედეგი, რასაც იღებდა დასაწყისში, როდესაც მცირე დოზებზე იყო საუბარი. ანუ ნარკოტიკული ნივთიერებების მთავარი უარყოფითი მოვლენა შეიძლება ითქვას ის, რომ მათ გააჩნიათ უნარი, რომ ორგანიზმი გახდეს მათზე დამოკიდებული, ანუ მოხდეს შეგუება აღნიშნულ ნივთიერებებთან. ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენება უხსოვარი დროიდან მიმდინარეობდა და მათი ძირითადი დანიშნულება იყო ერთი ის, რომ ისინი მოქმედებდნენ როგორც ტკივილგამაყუჩებელი ნივთიერებები, ანუ ტკივილგამაყუჩებლები, ძირითადად ომების დროს, სხვადასხვა კატასტროფების შემთხვევაში და ასევე იყო ჯგუფი ნარკოტიკული ნივთიერებებისა, რომლებიც მოქმედებდა როგორც შეიძლება ითქვას კარგი ხასიათის შემქმნელი სხვადასხვა დაჯგუფებებისათვის ან ადამიანთა გარკვეული წრისათვის. რას წარმოადგენდნენ ეს ნარკოტიკული ნივთიერებები, რა თქმა უნდა, იმ პერიოდში არ იყო ცნობილი, თუმცა დღესდღეობით არის ჩამოყალიბებული კლასიფიკაცია და ჩამოყალიბებულია ის მექანიზმები, რომლითაც მოქმედებენ ესა თუ ის ნარკოტიკული ნივთიერებები. ყველაზე შეიძლება ითქვას პირველ რიგში შეიძლება აღვნიშნოთ ნარკოტიკული ნივთიერება, რომელსაც ეწოდება მარიხუანა. მარიხუანა, რომელიც წარმოადგენს ნივთიერებას, რომელიც მიიღება მცენარისაგან, რომელსაც ეწოდება კანაბისი. აღნიშნული ნივთიერება წარმოადგენს მოწევის შემთხვევაში ხდება მისი მიღება, თუმცა შეიძლება მოხდეს მისი ესეთი ორალური სახით, პეროლარული სახით, ანუ დაღეჭვის სახით მიღება და მისი მოქმედება გულისხმობს იმას, რომ ადამიანი, რომელიც აი ამ ნივთიერებას მიიღებს, გარკვეულწილად კარგავს დროისა და სივრცის შეგრძნებას. აღნიშნული ნივთიერება, რა თქმა უნდა, უფრო დაბალ ზემოქმედებას ავლენს ორგანიზმზე, თუმცა მისი ჭარბის მოქმედება, ანუ ხანგრძლივი დროით გამოყენება იწვევს იმას, რომ ადამიანი გარკვეულწილად შეიძლება გონება ჩამორჩენილი გახდეს, ან მოხდეს გარკვეული ზემოქმედება, ანუ ნერვულ უჯრედებზე, მათ სიცოცხლის უნარიანობაზე, მათ ელასტიურობაზე, რაც აუცილებელია ნერვული სისტემის სწორი ფუნქციონირებისათვის და აღნიშნული ნივთიერება იწვევს გარკვეულ სინდრომების ჩამოყალიბებას. ეს არის ის, რაც არის მარიხუანას მოქმედება, ანუ მისი მექანიზმი, რა თქმა უნდა, გულისხმობს ნერვულ უჯრედებზე მოქმედებას პირველ რიგში. ეხლა მეორე ჯგუფი, ესე ვთქვათ, ნარკოტიკული ნივთიერების, უბრალოდ მეორე სახე, შეიძლება აღვნიშნოთ, ეს არის კოკაინი. კოკაინი, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნარკოტიკულ ნივთიერებას, რომელიც იწვევს მიჩვევას, რომელიც არის, რა თქმა უნდა, არალეგალური და კოკაინის მოქმედების მთავარი პრინციპი არის ის, რომ ის მოქმედებს ორგანიზმის ტემპერატურაზე, მოქმედებს ნერვული იმპულსების გადაცემაზე, ანუ ნერვული იმპულსების გადაცემაზე, როდესაც ჩვენ საუბრობთ, ეს გულისხმობს იმას, რომ ნარკოტიკული ნივთიერებები მოქმედებენ სინაფსურ, ანუ სინაფსზე, ანუ კავშირზე, ან ნერვულ უჯრედებს შორის, ან ნერვულ უჯრედსა და სომატურ უჯრედს შორის. და აი ამ სინაფსში ხდება მათი მოქმედება უშუალოდ გარკვეულ რეცეპტორებზე. რეცეპტორებზე მოქმედება გულისხმობს იმას, რომ მოქმედება ხდება გარკვეულ ნეიროგადამცემებზე, ანუ იმპულსის გადამცემებზე, რომლებიც უნდა უზრუნველყონ აგზნების პროცესი
რათა მოხდეს იმპულსის გატარება. აქ არის ორი ვარიანტი. ერთი ის რომ ესა თუ ის ნარკოტიკული ნივთიერება მოქმედებს ისე რომ მოხდეს ნეირომედიატორის ანუ ნეიროგადამცემის მოქმედების შემცირება, რაც უზრუნველყოფს იმას რომ არ მოხდება იმპულსის გადაცემა და მეორე ის რომ მოხდეს პირიქით გაძლიერება აღნიშნული მოქმედების და ჭარბად ანუ გამოყოფილი ნეიროგადამცემის უკუშთან თქმა აღარ მოხდეს, რათა მისი მოქმედება გაძლიერდეს. აი ამ ჯგუფს ნარკოტიკული ნივთიერებებისა მიეკუთვნება ნივთიერებები, რომელთაც აერთიანებენ ოპიატების ჯგუფში. ოპიატების ჯგუფში, რომლებიდანაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად კოდეინი, მორფინი, ასევე მათი ნაწარმი, ანუ უკვე ნახევრად ტექნიკურად მიღებული ნარკოტიკული ნივთიერება, რომელსაც ჰეროინი ეწოდება. რას წარმოადგენენ აღნიშნული ნივთიერებები და როგორ მოქმედებენ ისინი? როგორც აღვნიშნეთ, მათი მოქმედება არის სინაფსზე, ძირითად შემთხვევაში განსაზღვრული. ისინი თურმე ძალიან გვანან ანუ ადამიანის ორგანიზმში გამომუშავებულ გარკვეულ ნივთიერებებს, რომელთაც ენკეფალინებს უწოდებენ. რას წარმოადგენენ ენკეფალინები? ენკეფალინები წარმოადგენენ ნივთიერებებს, რომლებიც მოქმედებენ რეცეპტორებზე, რათა მოხდეს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის წარმოქმნა. ანუ რათა არ მოხდეს ტკივილის იმპულსის, ანუ ტკივილის ინფორმაციის მიტანა ცენტრალურ ნერვულ სისტემამდე და ეს იწვევს საბოლოო ჯამში იმას, რომ ცენტრალური ნერვული სისტემა არანაირ პასუხს არ იძლევა, შესაბამისად არ ხდება შეგრძნება ტკივილისა. ამას რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამა თუ იმ სიტუაციებში. მაგრამ აი უკვე ოპიატების ჯგუფის ნარკოტიკული ნივთიერებები მოქმედებენ როგორც ენკეფალინები, ანუ ისინი უზრუნველყოფენ იმას, რომ არ მოხდეს გატარება ტკივილის ინფორმაციის ცენტრალური ნერვული სისტემის მიმართ, მაგრამ ასევე უზრუნველყოფენ იმას, რომ დიდი ხანგრძლივი დროით ისინი უკავშირდებიან რეცეპტორებს. რეცეპტორებთან მათი დაკავშირება კი გულისხმობს იმ ფაქტს, რომ აი ეს ნეიროგადამცემები, რომლებიც მას უნდა უზრუნველყონ გამოყოფა, ანუ აი ამ ინფორმაციის გადაცემა აღარ არის საჭირო ორგანიზმისათვის, ანუ აღარ ხდება მათი გამომუშავება. მათი გამომუშავება არის დადაბლებული, შესაბამისად იმისათვის, რომ მოხდეს ტკივილის შეგრძნება, საჭიროა უფრო დიდი სტიმული, ბევრად მეტი სტიმული. ანუ ამ ნივთიერებების მოხსნის შემდეგაც კი ძალიან რთულია დაბალი ხარისხის ტკივილის შეგრძნებაც კი, ანუ დაბალი ხარისხის დარღვევის შეგრძნებაც კი. შესაბამისად ეს იწვევს გარკვეულ დარღვევას, მაგრამ ამასთან ერთად ორგანიზმი უკვე გარკვეულწილად მოითხოვს ამ ტკივილგამაყუჩებელ ნივთიერებებს, რადგანაც მათი არარსებობის შემთხვევაში ორგანიზმი არის ძალიან რთულ მდგომარეობაში, ხდება ტემპერატურის მატება, ხდება გარკვეული ძვლოვანი დარღვევების წარმოქმნა, ანუ ხდება ძვლების, ესე ვთქვათ, დემინერალიზაცია, შეიძლება ესე ითქვას, ტკივილი, ხდება პირღებინება და ასე სხვადასხვა პროცესები. მაგრამ ეს არის გარკვეული პერიოდით. თუ ორგანიზმი აი ამ პერიოდს გაუძლებს და მოხდება ეფექტის მოხსნა აღნიშნული ნივთიერებების, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივად ორგანიზმს შეუძლია ფიზიოლოგიურად გაუმკლავდეს ნებისმიერ მოთხოვნილებას, მაგრამ აქ რჩება ფსიქოლოგიური მოთხოვნილება, რადგანაც აღმოჩნდა, რომ ნარკოტიკული ნივთიერებები არა მარტო იწვევენ ფიზიოლოგიურ დამოკიდებულებას მათზე, არამედ იწვევენ გარკვეულ ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებასაც. აი ზუსტად ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებაშია ძალიან დიდწილად აი მთავარი პრობლემა ჩადებული. ასევე გარდა აი ამ ტკივილის ანუ გარდა სომატური ორგანოებიდან გარკვეული ინფორმაციის გატარებისა, თავის წინიდან, ანუ ცენტრალური ნერვული სისტემიდან ინფორმაციის გამოსვლას აფერხებენ გარკვეული ნივთიერებები, რომლებიც მოქმედებენ არა იმ მემბრანაზე, იმ მემბრანის რეცეპტორებზე, რომლებიც მიდიან თავის წინისაკენ, არამედ პირიქით სომატური ორგანოების მიმართ განლაგებულ რეცეპტორებზე. და აი ეს მოქმედებაც უზრუნველყოფს ერთის მხრივ ინფორმაციის გაუტარებლობას, მეორეს მხრივ, როგორც თქვით, მაგალითად, ნეირომედიატორი, რომელიც გადმოიღვრება სინაფსურ ნაპრალში, მოქმედებს პოსტსინაფსურ მემბრანაზე არსებულ რეცეპტორებზე,
უნდა მოხდეს შემდგომში მისი უკვე შეწოვა. აი ზუსტად ეს ნარკოტიკული ნივთიერებები ესე ვთქვათ ბლოკავენ აი იმ არხებს, ბლოკავენ იმ რეცეპტორებს, რომლებიც მას უნდა უზრუნველყონ უკვე შეწოვა. ეს იწვევს აი ამ ნეირომედიატორების გაზრიერებულ მოქმედებას, მაგრამ დროთა განმავლობაში, რადგანაც ორგანიზმი მიიღწვის ჰომეოსტაზისაკენ, ანუ დაბალანსებული მდგომარეობისაკენ, პოსტსინაფსურ მემბრანაზე შესაბამისი რეცეპტორების რაოდენობა თან იკლებს, რათა მოხდეს ჰომეოსტაზის აღდგენა, რომ აი ამ ნეირომედიატორის მოქმედება იყოს მსგავსი ნორმალური მდგომარეობისა. მაგრამ როდესაც ნარკოტიკული ნივთიერების მოქმედება მოიხსნება, რეცეპტორების რაოდენობა არის ძალიან ნაკლები, შესაბამისად იმპულსის გამოწვევისათვის უკვე აღარ არის საკმარისი რეცეპტორები. ანუ ორგანიზმმა უნდა გარკვეული პერიოდი გაიაროს იმისათვის, რათა მოხდეს რეცეპტორების აღდგენა. ნარკოტიკული ნივთიერებების აი ეს ჯგუფი მთლიანი, რომლებიც ჩვენ განვიხილეთ, ძალიან დიდწილად მოქმედებს, როგორც ვთქვით, ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. აი ეს მოქმედება გამოიხატება ეიფორიულ მდგომარეობებით, გამოიხატება ჰალუცინაციებით, გამოიხატება სხვადასხვა დარღვევებით, ანუ ადამიანები, როგორც ვთქვით, კარგავენ სივრცისა და დროის შეგრძნებას. აქვთ გარკვეული მოლანდებები და ანუ ამ ხრივ, რა თქმა უნდა, გრძნობენ თავს ბედნიერად, ანუ ეიფორიულ მდგომარეობაში. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აი ამ ეტაპის მოხსნა და ორგანიზმისათვის უკვე აღარ მიწოდება ნარკოტიკული ნივთიერების ძალიან რთულ და კრიტიკულ და დეპრესიულ მდგომარეობაში აყენებს ორგანიზმს. დღეს ჩვენ განვიხილეთ ნარკოტიკული ნივთიერებების მოქმედების მექანიზმები. ვეცადეთ, რომ აგვეხსნა თუ რა უარყოფით გავლენას იწვევს ნარკოტიკული ნივთიერებები ორგანიზმზე. და ვეცადეთ გარკვეულწილად ჩამოგვეყალიბებინა აი ეს კრიტერიუმები, რათა არ მოხდეს ადამიანის მიჩვევა ამა თუ იმ ნარკოტიკული ნივთიერების მიმართ. დღეისათვის სულ ეს იყო. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.